დიდთოვლობის გამო დროებით შეწყვეტილია სამუშაოები გელათის სამონასტრო კომპლექსში. გერმანელ სპეციალისტებს, რომლებიც გუმბათის დროებითი გადახურვის ხარაჩოს ააგებენ გელათში 10 მარტიდან ელოდებიან. სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით ამ დროისთვის მთლიანად აღმოფხრილია ტაძარში წყლის ჩადინება. კვლავ რჩება კითხვები ტაძრის მოხატულობისა და მოზაიკის მდგომარეობის შესახებ, რასაც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკული ანგარიშიც ადასტურებს. უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არსებობს კედლის მხატვრობის უბნები, რომელიც დაუყოვნებლივ ჩარევის გარეშე შესაძლოა სრულად დაიკარგოს. მისია გელათში სექტემბერში იმყოფებოდა, დასკვნა კი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში გამოაქვეყნა. იკომოსისა და იკრომის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისია გელათში სექტემბერში განხორციელდა. 66 გვერდიან ანგარიში შეფასებულია 2022 წლის შემდეგ გატარებული საკონსერვაციო ღონისძიებები, მართვის სისტემის ეფექტურობა, მხატვრობისა და მოზაიკის მდგომარეობა. მონიტორინგის ჯგუფი საკვანძო ნაბიჯად მიიჩნევს დამცავი საფარის მოწყობას გუმბათის ჩათვლით. თავარ ტაძარზე ერთიანი დამცავი საფარის მოწყობა გუმბათის ჩათვლით, რომელიც უნდა დასრულდეს 2024 წლის ბოლოსთვის, არის სარეაბილიტაციო პროგრამის საკვანძო ნაბიჯი. ეს საშუალებას მისცემს შემდგომ მოიხსნას პრობლემური მოჭიქული კრამიტისა და სახურავქვეშა შევსებული ფენები, რათა მოხდეს ტენის თანდათანობითი აორთქლების პროცესი ექსტერიერისკენ, ახალი სახურავის მოწყობამდე. გელათში ახლა როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში დიდი თოვლია. სამონასტრო კომპლექსში ყველა სახის სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონმა გითხრა, რომ დროებითი გადახურვის პირველი ფაზის სამუშაოები დასრულდა. დარჩენილია გუმბათის გადახურვა, რომელსაც გერმანელი სპეციალისტები 10 მარტიდან დაიწყებენ. ეს ძალოვანი ხარაჩო, როგორც ხედავთ, არის ტვირთველი ამ კონსტრუქციული პლატფორმის, რომლიდანაც შემდგომ უკვე 4 სარკმელში გადის ეს ძალოვანი კოჭები, როგორც ხედავთ. და ამ ძალოვან კოჭებზე შემდგომ გარედან დამაგრდება ლითონის კონსტრუქციული ძალოვანი პლატფორმა, რომელზეც აშენდება უკვე ეს გერმანული ლეირის მასალით ჩამოტანილი გუმბათის დროებითი გადახურვა და დაიცავს უკვე გუმბათს ნალექისაგან და თელ ტაძარი დასრულდება ამეთი გადახურვის პროცესი. ბოლო სამუშაოები, რომელიც აქ განხორციელდა გუმბათში და კონსტრუქციული ხარაჩოს მოწყობა იყო. ამ საინჟინრო ნაგებობაზე, რომელსაც გელათის კომიტეტი მაღალ დონეზე აფასებს, შემდგომში დაეკიდება კონსტრუქციული ლითონის წრიული პლატფორმა. ამ პლატფორმაზე, როგორც უყურებთ, ამ პლატფორმიდან გადის 4 სარკმელში კონსტრუქციული ძელები. და ამ ძელებზე დამაგრდება უკვე გარედან, გუმბათს გარედან უკვე კონსტრუქციული სარტყელი, რომელიც აშენდება დროებითი გადახურვა. აი, ჩვენ ხედავთ, სამი ძელი გადის ღია სარკმელებში და მეოთხე ძელმა გაიარა დასავლეთ მხარეს ამოშენებულ სარკმელში, რომელიც აგებულია ნებართვა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან და გაუზრუნებლა პროექტზე მოვიდა შეფასება, რომ პროექტი არის დეტალური, უმაღლესი ხარისხის და სხვა საშუალება, რომ მივახციოთ ამოცანას, რომ ჩვენ გადავხუროთ გელათი ერთიანად და დროებითად, სხვა საშუალება ამისი არ არსებობს გარდა აი ამ კონსტრუქციული და არქიტექტურული გზისა. ანგარიში კრიტიკულად არის შეფასებული კედლის მხატვრობის მდგომარეობა. დასკვნის მიხედვით გადაუდებელი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ფერწერული ფენის ყველა მონაკვეთზე, რომელიც დაუყოვნებლივი ჩარევის გარეშე შესაძლოა დაიკარგოს. მისია შეშფოთებულია იმით, რომ ჩარევები ჯერ კიდევ არ მოიცავს კედლის მხატვრობის იმ მონაკვეთებს, რომლებზეც ჩატარებული იყო წინა ინტერვენცია და 2022 წლის საკონსულტაციო მისიის მიერ იყო შეფასებული. გადაუდებელი ჩარევები უნდა განხორციელდეს ყველა იმ არეალში, სადაც მხატვრობის ფენების ცვენა ან და მოსამზადებელი ფენების დაშლა და განშრევება მნიშვნელოვანი შემკულობის ელემენტების დაკარგვის საშიშროებას ბადებს. არსებობს კედლის მხატვრობის მრავალი მეტად მოწყვლადი უბანი, რომელიც დაუყოვნებელი ჩარევის გარეშე შესაძლოა სრულად დაიკარგოს. მისიის ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომ იმ ადგილებში, რომელიც წინა რესტავრატორთა ჯგუფის მიერ იყო დამუშავებული, ჩარევა არ იგეგმება. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ნათლად არ იყო განმარტებული მისიის ჯგუფისთვის.
კედლის მხატვრობის სპეციალისტები განმარტავენ, რომ მხატვრობის იმ მონაკვეთზე, რომელზეც ანგარიშია საუბარი, ჩარევა გაკეთებულია. დასავლეთ მკლავზე კი სპეციალისტები ჩარევას ვერ ახერხებენ, რადგან 2021-2022 წლებში უცხოელი სპეციალისტების მიერ გამოყენებული საკონსერვაციო მასალა ამჟამინდელს არ შეესაბამება. წყალი აღარ ჩამოდის, კედელი შრება, გამოდის მარილები და ეს მარილები რო გამოდის სტრუქტურიდან ყრის ფერწერულ ფენას. თუმცა 2021-22 წლებში ეს პროცესი გაჩერებული არ იყო. ანუ კედელი შრობის პროცესში ჯერ კიდევ არის, მარილები ჯერ კიდევ გამოდის. ჩვენ ასევე აი ამ მონაკვეთში, რაზედაც გვეუბნებიან, რომ არ გაკეთეთ ჩარევა, გაკეთებული მარილები მთლიანად მოხსნილია, ნალექება გამაგრებული, რადგან მოკლედ აი ეს ჰიდროფობული სინთეტური მასალა იყო ფერწერულ ფენაზე მთლიანად გადაკრული და მარილები გამოდიოდა, ამიტომ ამან გამოიწვია ფერწერული ფენის აკერცვა, ატკეჩვა და გამოყრა. დასავლეთ პლანზე რაც შეეხება კიდევ იმას, რომ რატო არ ვაკეთებთ ამ ჩარევებს? არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ თვითონ ის მასალა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი საკონსერვაციო მასალები, რაც აქამდე დატესტილი იყო, გამოვიყენოთ. ამიტომ ეს ჯერ კიდე ნელ-ნელა საფეხურია მეთოდოლოგიის განვითარების. მხატვრობა არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. რატომს ჩვენ დავინახავთ, რომ მხატვრობა უკვე შეიძლება დაიწყოს წვენა, მთელი ჯგუფი მზად არის, რომ განახორციელონ უკვე გადაუდებელი კრიტიკული ჩარევა. მაგრამ ეს არის რისკი. თუმცა ჩვენ ვერავით გადაუდებელი კრიტიკული ჩარევით, ჩვენ დარწმუნებულები არა ვართ, რომ მასალა, რომელიც ვიხმარებთ ამ ჩარევის დროს, თავსებადი იქნება ამ კრიტიკული ადგილისათვის. უბრალოდ რისკავთ, რომ ვინაიდან ხედავ, რომ უკვე მივიდა იმ დონეზე, რომ იკარგება, რისკავ, რომ უკვე მაინც იკარგება და გავამაგრო. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ხედავთ, რომ შესაფრთხე არ დგას, რომ ჩამოიცვინდეს მხატვრობა და მხოლოდ არის კრიტიკულ მდგომარეობაში, ჩვენ გვირჩევნია, რომ შეგვესწავლა ეს ყველაფერი მეცნიერულად და მე შესწავლილზე, ანუ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით განახორციელებთ უკვე 25 წლიდან, ანუ მარტიდან ჩამოდინარა ბრიტანელი ხერხები სამუშაოები. კომიტეტის მოსაზრებას არ ეთანხმება სპეციალისტთა ის ნაწილი, რომლებიც უკვე წლებია გელათის სამონასტრო კომპლექსის არესტავრაციო საკონსერვაციო პროცესს აკვირდებიან. ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულიას თქმით, პრობლემა გელათის არა მხოლოდ დასავლეთ მკლავს, არამედ სრულიად სამონასტრო კომპლექსს აქვს. გელათის დასკვნა ჩემდა გასაკვირად იმდენად მკაფიოა და ერთმნიშვნელოვანი, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ძალიან კრიტიკული არის მხატვრობის კომპონენტის მიმართ, უკიდურესად კრიტიკული. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ეს შედეგი მივიღეთ 2 წლის თავზე, როდესაც ამდენი ავტორიტეტული ინსტიტუცია, ამდენი უცხოელი არის ჩართული პროცესში. ბოლო ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში დაიწყეს დასავლეთ მკლავში მუშაობა. თუ კი 2 წლის თავზე, აი ახლა დეკემბერში შესაძლებელი იყო ამის გაკეთება, რატო არ გაკეთდა ეს მანამდე? თუ კი ეს მეთოდოლოგიურად მიუღებელია, რატომ დაიწყეს დეკემბერში კეთება? მე ვერ ვხედავ თანმიმდევრულობას აი ამ ქმედებებში. 66 გვერდიან დოკუმენტში საუბარია მე-12 საუკუნით დათარიღებულ მოზაიკაზე. უცხოელი ექსპერტების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მოზაიკა დღემდე კარგად არის შემონახული, მაინც საფრთხეებს შეიცავს და საჭიროა მისი კონსერვაციის დეტალური გეგმა. მთავარი ტაძრის აფსიდში მე-12 საუკუნის მოზაიკის ყოვლის მომცველი გადარჩენის პროგრამის დაწყება დასაფასებელია და ის უნდა გახდეს საფუძველი მოზაიკის დეტალური კონსერვაციის გეგმისთვის, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კარგად არის შემონახული, საფრთხეშია, რადგან მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი კედელს არის მოშორებული. მოცილებულობა საფუძველს მოზაიკისა ჩვენ გვავალდებულებს, რომ მასზე ვიზრუნოთ სიღრმისეულად და კიდევაც ვზრუნოთ სიღრმისეულად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 24 წელი დაეთმო მთლიანად მოზაიკის შესწავლას. ანუ ბატონმა რობერტო ნარდიმ მთლიანად შეისწავლა მთელი მოზაიკის ბუნება, ის აპრილის თვეში გააკეთებს ვრცელ ანგარიშ პრესკონფერენციას ამის შესახებ და უკვე 25 წლიდან დაიწყება უკვე საკონსერვაციო სამუშაოები მოზაიკაზე. მდგომარეობა ესეთი რაღაცა მკვეთრად საგანგაშო არ არის. გელათის სამონასტრო კომპლექსზე უცხოელი ექსპერტები მომდევნო საკონსერვაციო სარესტავრაციო სამუშაოებს მარტიდან გააგრძელებენ.